აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და განხორციელებულ ღონისძიებებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც გამომსვლელმა აღნიშნა, სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესაბამისად და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით უწყებამ გასულ წელს არაერთი პროგრამა და პროექტი განახორციელა. მათ შორის არის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა. ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეთა და პედაგოგების, ხელოვნების სხვადასხვა დარგებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა. აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია. როგორც მანანა ქვაჩახიამ აღნიშნა, უწყება ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას და ხელს უწყობს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების დანერგვას აფხაზეთის 13 საჯარო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ 31 საშუალო სკოლაში. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლება ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯია აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენისთვის. მისი ინფორმაციით 2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთის 5 საჯარო სკოლაში არჩევითი საგნის სახით ისწავლება აფხაზური ენა. ამ მიზნით მოხდა აფხაზური ენის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება. ყოველწლიურად წავდგებით ხოლმე მთავრობის წინაშე, საზოგადოების წინაშე, ჩვენი მუშაობის ანგარიშით, როგორც მოგახსენეთ, ეს არის გარკვეულწილად ჩვენი ვალდებულებაც, ჩვენი მოვალეობაც, ვაუწყოთ საზოგადოებას თუ რა შევძელით და რა ვერ შევძელით. სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა მიმართულებებით, ეს არ არის მხოლოდ განათლება, ეს არის ასევე შემოქმედებით კოლექტივებთან მუშაობა, კულტურულ ფასეულობათა დაცვის საკითხებთან და პრობლემებთან მუშაობა. ეს უკანასკნელი ძალიან ეფექტურად და კარგად წარიმართა ბოლო წლის განმავლობაში და ვთვლით, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ ის ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და გარეთაც, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს არსებულ საქართველოს კულტურულ ძეგლებს, მათ მდგომარეობას, მათ სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობას, ასევე ეს ანგარიში იყო განათლების მიმართულებასთან დაკავშირებული პრობლემების ასახვა, თუ როგორ ვახერხებთ ჩვენ ამ პრობლემებთან გამკლავებას, რა წარმატებები გვაქვს და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ დღესაც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე, რა თქმა უნდა, არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების საკითხები, უпростоრად არა საკითხები, არამედ პრობლემები. კულტურის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ხვინჯილიამ ისაუბრა. ანგარიშის ბოლოს აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მაყურებლის წინაშე წარსდგა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღა“. აფხაზეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი აფხაზურ ენოვანი სპექტაკლიდან ნაწყვეტი წარმოადგინეს. აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტრო, რომელიც მოიცავს აგრეთვე სპორტის დეპარტამენტსა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, დღეს ანგარიშს აბარებს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომისიას. ჩვენ გვქონდა ასეთი შემოთავაზება ქალბატონი მარიამ ჯაშისათვის, მან ეს შემოთავაზება მიიღო, რისთვისაც მე დიდ მადლობას მომახსენებ მას და მის კომიტეტს. ჩავთვალეთ, რომ გვეამბო თუ რა საკითხებს განათლების მიმართულებით, კულტურის მიმართულებით, სპორტის მიმართულებით, ახალგაზრდობასთან მიმართებით ჩვენი სამინისტრო. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო მოხსენება გააკეთეს კულტურისა და განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებმა.
ჩვენმა შემოქმედებით და კოლექტივმა ჩვენ შევეცდებით, რომ მომდევნო ეტაპებზე პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებს სხვა სამინისტროებმაც ჩააბარონ ანგარიში. ვფიქრობ, გაცილებით მეტი ძალისხმევა საჭირო იმისათვის, რომ არა მხოლოდ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი, არამედ განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო ერთობლივი ძალისხმევით მივიღოთ გადაწყვეტილება აფხაზეთის მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მხარდასაჭერად იმ მიმართულებით, რომ თქვა ყველა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმ 44 სკოლაში ან სწავლობს, ან ასწავლის, გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ ჩაღენებულები და გაცილებით უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეთ და мотиваცია სამომავლოდ. რასაც ვისურვებდი, რომ ცოტათი მეტი ფინანსები იყოს საქმეში ჩართული. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის თეატრის ახალგარემონტებული საოფისე ფართი დაათვალიერებინეს. დღეს მქონდა ძალიან საინტერესო ანგარიში და შემდგომ შემოქმედებითი, ესე ვთქვათ, ღონისძიება, სადაც მომეცა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ახლოს გავცნობოდი, მომესმინა და ესე ვთქვათ, შემეფასებინა ის არაჩვეულებრივი შემოქმედებითი პოტენციალი და ძალიან ძლიერი კაპელის და ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის შემოქმედება, რომელიც აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერის დამსახურებაა დღემდე. ურმესი მადლობა შემოქმედებით ხელმძღვანელებს, ეს არის ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა, რომ კულტურის სფერო ჩვენ გამოვიყენოთ შერიგებისა და სახალხო დიპლომატიის გაძლიერებისთვის, ნამდვილად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს წამყვან დარბაზებს დაამშვენებდა ეს წარმოდგენა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ არა მხოლოდ პროგრამული მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სფეროში, არამედ კულტურის სფეროში, ჩემო კოლეგებმა, როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უფრო ახლოს გაიცნონ აფხაზეთის მთავრობის, ესე ვთქვათ, კულტურული შესაძლებლობები, განსაკუთრებით კიდევ ერთხელ აღნიშნავ აფხაზეთის კაპელის და ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის არაჩვეულებრივ გუნდს, რომ შევძლოთ კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ამ ძალიან წარმატებული კოლექტივების. ბევრი რამე კეთდება. რაც კაპელამ გააკეთა, ეს არის მსოფლიო მასშტაბის დონე. ამას სიამაყით ვამბობ. და ქალბატონ მარიამას აღნიშნა, რომ ეს საოცრებაა. იმიტომ რომ მე მიხარია, რომ მაესტრო ყურაშვილის შემდეგ ზვიად პოლქვაძე რომ მოვიდა ანსამბლში. უნდა შევინარჩუნოთ ეს თეატრი, სადაც ახლა ჩვენ ვართ. სიმღერის და ცეკვის ანსამბლი, როგორი ნაბიჯებია წინ გადადგმული. აი ამას ყველაფერს ხელში წყობა უნდა. და ქალბატონ მარიამი შეგვირდა, რომ ანსამბლსაც ხელს შეუწყობს, კაპელასაც, იმ 30 მაყურებელთა თეატრსაც, გამსახურდიას თეატრსაც და აი ეს უნდა აღორძინდეს და აყვავდეს. დღევანდელი ანგარიში რა იყო, იცით, რომ გვეჩვენებინა, რომ რა გვაქვს და რა გვექნება მომავალში. აი ეს ამთავარი, რა გვექნება მომავალში, იმიტომ რომ აქზე არ გამჩერდებით. ნუ რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად გასახარი იქნებოდა ეს ყველაფერი, რომ სოხუმში ყოფილიყო. მაგრამ ის, რომ აფხაზური კულტურა შენარჩუნებულია და აფხაზური ცეკვები და სიმღერები ისმის ქართული ანსამბლიდან, აი ძალიან მინდა რომ მომავალში იქიდანაც ესეთი გამოძახილი უპოვო ჩემი აფხაზი ძმებისგან, იმიტომ რომ თუ გავდავარჩენთ აფხაზეთს, აფხაზებმა და ქართველებმა უნდა გადაარჩინოს, თორე ის მესამე ძალა არავითარ შემთხვევაში აფხაზეთს არ გადაარჩენს. მე ეს მინდა ხმამაღლა უთხრათ ჩემს აფხაზ ძმებს. გამორიცხულია. გადარჩენა საქართველოშია, გადარჩენა ქართველებში.